ივაჭყონია კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ივას მინდა ვკითხო კოალიცია ცვლილებების ლიდერს ასეთი კოალიცია ცვლილებისთვის. ცვლილებისთვის კი ბატონო. პირიქით მე ბოდიში ასე ვთქვათ უზუსტობისთვის 90% ეშლება ხოლმე და ეს არის კოალიცია ცვლილებისთვის. ანუ თქვენი კოალიცია ჯერ კიდევ არის, იმიტომ რომ დროას ლიდერი ვნახეთ. კოალიცია უცვლელად იქნება. დროას ლიდერი ვნახეთ ამ შეხვედრაზე, ანუ თქვენ სათხართ ამ პროცესში მონაწილეობ წინააღმდეგობის პლატფორმის ასე ვთქვათ ეგიდით დაგეგმილ შეხვედრებში და ამ პროცესში თუ თქვენს რაღაცა ცალკე განყენებული პოზიცია გექნებათ და საჭიროების შემთხვევაში გექნებათ გარკვეული ასე ვთქვათ კოორდინაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. არა, ნუ რა თქმა უნდა, ხა ჩვენ რომ მონაწილეობთ ეს ცალსახაა და ჩვენი კოალიციის ლიდერებმა ამასთან დაკავშირებით ცალსახად განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო რაღაც ასთა სხვადასხვაობა და რა თქმა უნდა, ხა ცალსახად ჩვენი კოალიცია ემიჯნებოდა რაიმე ტიპის საუბარს და კითხვის ნიშნებსაც კი ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენი კოალიციისთვის, რა თქმა უნდა, სრული 100%-ისთვის უმოდეს ხმამაღლა მინდა ვთქვა, ჩვენ კოალიციაში არიან, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რაღაც გარკვეული სხდომები გვაქვს ხოლმე პარტიული, ამასთან დაკავშირებით ველობთ, ცალსახად ვემიჯნებით ზოგადად საუბარსაც კი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხა თუ თვითმმართველობის არჩევნებში იღებ მონაწილეობას, მაშინ ლოგიკურად კითხვა ჩდება, რომ რა დააშავა საპარლამენტო არჩევნებმა და რატო არ ვაღიარეთ და რატო არ შევედით, ხო ხა, იმიტომ რომ იგივე თქვათ თუ საარჩევნო კომისია თუ ვინც არის CSKO რა ხალხითაც არის დაკომპლექტებული ჩაატარებენ საერთოდ აზრი არ აქვს იგივე ანუ ჩვენ როდესაც საუბრობთ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ახალი არჩევნები პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს იმას რომ უნდა შეიცვალოს CSKO თავიდან ბოლომდე უნდა დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი ადამიანები წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი არჩევნების ჩატარებასაც აზრი არ აქვს მე დარწმუნებული ვარ იმასთან დაკავშირებით რომ აუცილებლად იძულებული იქნება დღევანდელი მართლ პარტიას დავარქმევდი მე ქართული ოცნება რომელიც დღეს არალეგიტიმურად არის რა თქმა უნდა პარლამენტში წარმოდგენი რომ ჩანიშნოს არჩევნები და რა თქმა უნდა მათთვის ეხა ახალი არჩევნების ჩანიშვნა იგივე CSKO-თი რომელიც დღეს არის წარმოდგენილი იქნება ბენეფიტი და შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მიიღონ თქვათ დღეს რა ტემპითაც ვიხმარ ჟარგონულ სიტყვას მიერეკებიან ამიტომ თუ ეს ცვლილება ფუნდამენტალურად არ მოხდა რა თქმა უნდა ხა რო გადმოგვიგდონო პოლიტპატიმრებს გავანთავისუფლებთ კი ბატონო, კაი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, მაგრამ ის ადამიანები, ვინც არიან დღეს 60-მდე ადამიანი პოლიტპატიმარი, რო გამოვლენ, რო ამ ბრძოლის გამო გარკვეული თვეების გატარება მოუწიათ საპყრობილეში საკმაოდ რთულ ვითარებაში, იმიტომ რომ საბას ხვიტარიძის პროცესზე ვიყავი და ეს იყო სრულიად კოშმარი, რაც მოვისმინე, ანუ რა ყოფაშიც უწევდა მას ყოფნა ზოგადად ამის შემდეგ მათ რა უნდა უთხრათ, რომ აი თქვენ იყავით იმიტომ რომ არაფრის გამო, ამიტომ თუ აქ არ შეიცვალა ძირეულად ეს ერთმანეთთან შესაძლებელი ჯაჭვი. ხო, ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ რჩებით წინააღმდეგობის პლატფორმის ძალიან მნიშვნელოვანია. და მზად ხართ მათ შორის ერთმანეთთან ითანამშრომლოთ არა მხოლოდ ახალი არჩევნებისთვის მოსამზადებლად, არამედ მეორე დღისთვის, როგორც სალომეზურაბიშვილმა თქვა და მეორე დღისთვის სამზადისი გულისხმობს კოალიციური მთავრობისთვის, ასე ვთქვათ, გვაქვს ამბიცია მოვამზადოთ კოალიციური მთავრობაო. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, ყველა ოპოზიციური პარტია თითქმის ჩვენ მაგრამ მას შემდეგ მოცემულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ, მიუხედავად ამის ჩვენ ერთმანეთს მეგობრები ვართ, კაცო, აქ არიან ამ სხვადასხვა პარტიებში არიან ადამიანები, რომლებსაც წლებიან მე ზოგადად პოლიტიკასთან ურთიერთობა. არა, ნუ რა თქმა უნდა, რა ჩვენ ერთმანეთთან საუბარი არ გვიჭირს, დამერწმუნეთ, ჩვენ ერთმანეთთან საუბარი არ გვიჭირს, უბრალოდ არაორდინალური სიტუაციაა და როგორ ფიქრობთ, ეხა ვიღაცა რომ ეხა ჩვენ ერთად დავждეთ და დაიწყო, რა თქმა უნდა, იქ სხვა გეგმებსაც პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცას გაშიფრავენ. ამიტომ რაღაცა კულისებში რო გადავიდა გარკვეული დროით ოპოზიციური პარტიები და რაღაც წინა ფლანგზე დღეს არ ჩანან არავის არ ეგონოს რომ საქმეს არ ვაკეთებ. დამერწმუნეთ რომ ელვისებური სისწრაფით თუ მოდის სანქციების პაკეტი და თუ მოდის ესეთი მაღალი ზეწოლა ეს არის უპრეცედენტო მსოფლიოში ესეთი სწრაფი მოქმედება უცხოელი პარტნიორების მხრიდან რაც საქართველოსია ნამდვილად არ ყოფილა. ამიტომ
ვთქვათ, რაღაც ის გულის ტკივილი რო აი რასაკეთებენ ოპოზიციური პარტიები, რატო არ გამოდიან, გეტყვით, რომ თითოეული ჩვენთაგანი პარტიის წევრები, ანუ გასაგები ხა მთელი კოალიცია ყოველდღე რუსთაველზე და ყოველ საღამოს რა თქმა უნდა ვერ ვიქნებით, მაგრამ ანუ იქ დავდივართ რიგრიგობით, რა თქმა უნდა, ყველა და ზოგადად იმ სიტუაციის მონაწილეები ვართ. რა თქმა უნდა და ყველა იმ პროცესებს, სადაც ჭირდებათ თანადგომა, ყოველთვის მათ გვერდით გავართ, რა თქმა უნდა, ეს იქნება მორალური იქნება თუ ასე შემდეგ ნებისმიერი, ასე რომ ყველა პარტია აბსოლუტურად განსაკუთრებით ახლა ჩვენი კოალიციის სახელით ვიტყვი, რომ ძალიან აქტიურად ვარ ჩართული კოალიციის შიგნით, პირდაპირ გეტყვით, რომ სხვადასხვა მიმართულებით ვარ დაყოფილი ადამიანები, მაგალითად ვთქვათ, იგივე ეკონომიკური მიმართულების ერთ-ერთ ხელმძღვანელი გახლავართ, მუშაობთ აქტიურად სხვადასხვა თემებზე, რა თქმა უნდა, ვამზადებ სხვადასხვა პროექტზე, იმიტომ რომ გარდაუვალია უბრალოდ დღევანდელ სიტუაციაში რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, ამის ცვლილება რო არ მოხდეს, ეს არის გარდაუვალი, იმიტომ რომ ირანს აქ ნავთობი, ძალიან მარტივად გეტყვით. ბელორუსიას იმდენად განვითარებული აქვს თავის ქვეყნის შიდა პროდუქტი და ბელორუსია ფაქტიურად იმდენად შეზრდილი არის რუსეთზე, რომ იქ პრობლემა ზოგადად არ ექნება, ჩვენ ზოგადად მოწყვეტილი ვართ ორბიტას და ძალიან საინტერესო განცხადება გაკეთდა დღეს და მოითხოვეს ერთ-ერთი ბანკის SWIFT-დან გათიშვა. საქართველო მე ქართულ ბანკზე არის. არჩევნებამდე საუბრობდი, რომ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო დღესა შედეგსაც მივიღებდი და არჩევნებამდე ვაკეთებდი, რომ ჩვენ ხალხო მე გრამე რომ ისე არ მოხდეს SWIFT-დან გაგთიშავდნენ და ისე ეგრეთე ყველაფერი დაიწყეს საუბარი. საქართველოს SWIFT-დან რო გათიშონ მარტივ ენაზე შემეძლია აუხსნათ ჩვენ ძვირფას მოსახლეობას, როდესაც ჩვენი მოსახლეობის ალბათ მინიმუმ 15% წასული არის და რაღაცა გადმორიცხვებით ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგალურად ჩვენ ქვეყანაში ფულს, ანუ გადმორიცხვით, ფულს საბანკო ტრანზაქციით ვერ მიიღებენ და ეს ხა რასაც ნიშნავს ძალიან კარგად მიხვდებიან ალბათ შავი ხვრელებით მოუწევთ და უბრალოდ იქ ყოფნაც მაგრამ რა თქმა უნდა სავიზო რეჟიმი თუ გაუხდა და free trade agreement-ი რაზეც ან პირდაპირ იქნება ერთმანეთს პროპორციულად მიწყობილი აქ იქნება სრული კოლაფსი. იმას მოსაზრებას მაინტერესებს, აი რას ფიქრობთ, ირაკლი ამბობს რომ ჯერ ძალიან ადრეა რაღაცა კოალიციურ მთავრობაზე და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბარი, ანუ ძირითადი აქცენტი უნდა იყოს სწორედ აქციების ორგანიზებაზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ზოგადად ადამიანების უფლებების დაცვაზე. ხო, რა თქმა უნდა, ხა ეთაყვება ირაკლის მოსაზრებას, იმიტომ რომ დღეს რო ჩვენ დავждეთ და მინისტრთა კაბინეტების გადანაწილება დავიწყოთ და პრემიერი ვინ იქნება, ეს რა თქმა უნდა აბსურდული თემაა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გადაწყვიტავს უკვე ჩანიშნული არჩევნები, იმიტომ რომ ხვალ რო ვთქვათ, რომ კოალიციური მართლობა იქნება, ხა ქართული ოცნება ხოპ და ხვალ უცებ რო გაქრეს და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ვინც ხართ ვიღაცამ გითხროს რომ ეხა მიდი შეთანხმდით არჩევნების გარეშე არ გამოვა რა თქმა უნდა ეხა ცალსახად არჩევნები რო ჩატარდება ნახავთ ხო ანუ ვინ იქნება ლიდერი როგორ ანაირად ამის შემდეგ რა თქმა უნდა ცალსახად დავждებით ეხა მიუხედავად იმისა რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო თუნდაც იგივე გახარიას მხრიდან არალეგიტიმურ პარლამენტში მისვლა დღევანდელ დღესაც რა თქმა უნდა მიუღებელი არის რომ მათ მანდატებზე უარი არ თქვეს და ძალიან საინტერესო არის თქვა მაისის თვეში რას იზამენ ჟარგონულ სიტყვას ვთქვა რაღაც გაუправებენ თუ არ გაუправებენ თქვა იქ მარტო ის რომ არ დადიან სხდომებზე იმას ვარ ნიშნავს რომ პარლამენტში არ შევლენ თუმცა რომ მითანამშრომლობთ იგივე წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში რომ თანამშრომლობთ ფაქტია თუმცა აქ ალბათ ჩემი გადმოსახედით უხვარ რომ როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერები, თავმჯდომარეები, მე ესე ვიტყოდი, მიდიან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე და ამ დროს გახარია არც ერთხელ არ კადროლობს და არც ერთ სერიოზულ შეხვედრაზე თვითონ არ მიდის, მე ხა არც ერთ მის წევრს არ ვაკნინე პირიქით ძალიან ცეთი მეგობრული ურთიერთობა მაქვს რამოდენიმე მათთაგანთან, ზეთ პიროვნული და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ხა ეგეთი რაღაცა არ მოსულა რა, ხა როდესაც იქ ან თქვენთვის გარკვეული გზავნილია არა, რა თქმა უნდა, ხა და რა თქმა უნდა, ბოლო მისი გადაწყვეტილებას და თუნდაც ის რომ სალომე ზურაბიშვილთან თქვა იგივე თუ არ ვწდები 30 მარტს იყო ხო მისი გამოსვლა სიტყვით რომ იქ თითქოს რაღაცაზე ვერ შევთანხმდით, ანუ ჩვენი კოალიციის მხრიდან პრინციპულად იყო დაყენებული საკითხი რომ ცალსახად აქ გზავნილში უნდა იყოს კაფიოდ გამოკვეთილი რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ზოგადად მსჯელობა არც იქნება, არა თუ ის რომ მოდი ჯერ ადრეა და მერე ვილაპ არა, ადრე არა, საერთოდ ამასთან დაკავშირებით დღეს
ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირების დღეს სანამ ესეთი კრიზისული სიტუაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს გზავნილი არის. მაგრამ ის რომ ჩვენ ახლა არ ვართ იქ და ხო, ნუ არ იყო, იმიტომ რომ იქ იმიტომ რომ იქ იგივე გახარია წინააღმდეგი წავიდა რომ თქვა რა დროს თვითმმართველობაზეა ლაპარაკი და მკაფიოდ არ უთქვია რომ მიიღებს თუ არ, იმიტომ რომ იგივე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ კი შეიძლება მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში, ანუ რა გამოდის, რომ ესე იგი მანდატებზე უარი არ თქვეს, თვითმმართველობის არჩევნები თუ ჩატარდა მხოლოდ და მონაწილეობა მიიღო, ხა ხალხი თვითონ გასჯის, ხო, შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ როდესაც მომავალ მთავრობაზე და კოალიციაზე საუბარი, ახალი არჩევნები ჩატარდება და ახალი ხმები უნდა მივიღოთ და მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ გახარიას ხმები დაკომპლექტებული იყოს, თქვა იგივე იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მათ დღეს ხარი დაუჭირა, ვინც იგივე ქართულ ოცნებაზე იყო განაწყენებული და რეალურად ეხა ოპოზიციონერი გონია, მაგრამ ეხა არ ვიცი ქართული ოცნების ხარდამჭერების ხმები თუ წაიღო ეხლა ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მას მერე ვთქვათ, რაც ჩვენ კომისია, ეგრეთ წოდებულ კომისიას დავარქმევდი, რომ ის ახლა არალეგიტიმურია თავისთავად, ვიხილეთ, ეს იყო ნებისმიერი ადამიანი იქ ვინც მიდის, ნებისმიერ ადამიანს უშვებენ, ახლა დამცირებულს ნახეთ გენერლები როგორ დაამცირეს და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ანუ კატასტროფა. ახლა როდესაც რაღაც ჯგუფი შეიკრიბა და ბრალსდებენ ქვეყანას, რომ თურმე ქვეყანამ დაიწყო მართლა რომ საქართველოს დაიწყო ომი, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო მართლობაში, რომელი პარტია იქნება შური, ძიზღით, ავსილი ვიღაცის მიმართ თუ არა, როგორ შეიძლება ამის ესე თუნდაც ხმამაღლა საუბარი როგორ უნდა დაიწყო ხა შენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი როგორ შეიძლება დაიწყო კაცო ჩვენია ხო აფხაზეთი ჩვენია ოსეთ ჩვენ რა უზეა ლაპარაკი და ბევრი кейსი იყო განხილული მათ შორის აი დღეს ჩვენს კოლეგა ჟურნალისტებს და რეპორტერებს აბსოლუტური თემები არის ციტრამენი იყო მათ მიერ ასოთაც მისცემული ეს ხალხი ეხლა რომ ცემენ ყეპენ და უყურებ და საბას ხვიტარიძე რო ყვებოდა იმ ფაქტებს გაუპატიურებით როგორ ემუქრებენ ესე იგი ნახეთ აქ მიდის ბოდიში კიდევ ერთხელ ვიტყვი გაპრავება იმისი რომ მაშინ თუ ხდებოდა რაღაცა დღეს რო ფეხბურთზე ხალხ სახში შეუვარდა დილის შვიცაძე და 20 ივნისიდან დაიწყეს დღეს შეხსენება კოლეგებმა ამ ხალხს როგორც ირაკლიმ თქვა რომ გამოდიხარ გარეთ ქუჩაში და გირტყავენ და ვინ გირტყავს არც იძიებენ არც აინტერესებს თავარი არის ოპოზიციური პარტიის უბრალოდ ხარდამჭერის თუ ხარ აქ თუ წევრზე კი აღარ არის ლაპარაკი და ოდნავ რაღაც ირი ანუ აბსოლუტური სრული ლეგიტიმაცია აქვს ნებისმიერ ადამიანს ანუ კეთროვანი ხარ და თქვა იგივე ის 830,000 ადამიანი თუ ვინც არის ვინ ჩვენ ხმა მოგცა იმ ომში მართლა და იმ ძალადობის ფონზე 830,000-მა ადამიანმა ანუ ყველანი ესენი არიან კეთროვნები რომ ხარი დაუჭირეს ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა ჩვენ და ჩვენი ოჯახები ჩვენი მეგობრები ანუ და ყველას აბსოლუტურად ან არ ვიცი მე ხა ციხიდან გამოუშვეს რამდენი ადამიანი ხო როგორ წარმოგიდგენიათ ეხა 20 დღეში გახდა პრეზიდენტი და 600 კაცის кейსი გადაიკითხა ანუ ეს ხალხი გამოუშვეს და კრიმინალს ჩადიან ყოველდღე ხედავთ რომ ადამიანს კლავენ ადამიანის ეხა ცემა უკვე იმდენად გაუბრალოებულია რომ არავის აღარ ნუ ცემეს რა მოხდა და ანუ მიდის ის ნარატივიც რომ ესე იგი შენ თუ ეს ნაბიჯი გადადგის სამწუხაროდ ეხა მეც მაგ მოწმე რომ თურმე ამ ნაბიჯს რო დგავდა აქციაზე თუ მიდიღარ რო ქცემონ იმისთვის ზათუ რას ნიშნავს ახლა გაპროტესტებ შენი ქვეყნის დამოუკიდებლობას შენ აზრს გამოხატავ დამოუკიდებელ ქვეყანაში და ამის გამო ვიღაცამ უნდა ქცემოს და პირდაპირ ეთერში დაგარბიონ და ჟურნალისტებს თავში უნდა ურტყან და ოფისებს შემოვარდა იყოს ემა ამიტომ ცოტა ვიცი რა ახეთ წინა თავრობა ხალხმა გაისტუმრა იმიტომ რომ იყო გარკვეული პრობლემები ხო თან ის სერიოზული ხა დღეს რასაც შენ გულისკენით ლაპარაკობ რომ თქვენი კოლეგები ყავდა დაკითხვაზე და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბოდიში ხა 7 ნოემბერი ერთი დღე იყო და ეხლა ამათ ჩაატარეს არ ვიცი მე 20 დღე ახალგაზრდებს უთხარ რამხელა кейსი იქნება იცი გავიგე ორ დღეზეა ლაპარაკი 26 მაისი 7 დაკავების და ციხეში მათი ძალიან ძიმე ყოფის ფაქტიც არა იო ამასაც უნდა გაუსწოროთ გავიგე ხო ემა არავინ არ იძახის რომ ეს უგულებელყოფა ამის გამო წინა ხელისუფლება ხო გაისტუმრეს ანუ იგივე ნარატივს რო აგზელებენ და ჩვენ მე გეტყვი რომ დანაშაულია ეხა ბოდიში რა ხელისუფლების დანაშაულებებით დღემდე რომ დავთავრეთ ის ხელისუფლება ის ხალხი ერთი 12 წლის განმავლობაში რატო არ გაასამართლეს იმა გამაგებინე ანუ პირველი მოდი მე გეტყვი პირდაპირ მაშინ რომ თუ ქართული ოცნება რომ მოვიდა
პირველივე წელს უნდა ჩაეტარებინათ კომისია, მაშინ უნდა გამოიძიებინათ. განა 12 წლის მერე. ეხლა ამას ჭირდება ჩვეულებრივად პური და სანახაობა და სხვა, ეხლა ბოდვაროა ეკონომიკურ ზრდაზე, რა ეკონომიკურ ზრდაზე და რა ციფრებზე გვაქვს საუბარი ზოგადად, ის არის სრული ბოდვა. პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პროპაგანდის თვალსაზრისით აი ამ კომისიას და სამაცხრინო არის ზოგადად თუნდაც იმ ადამიანების მისვლა უკვე ვინც არიან კომისიაზე მისვლა ძალიან სამარცხვინო, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა ხდებოდა 20 წლის წინ და აღარ გვინდა ამის შეხსენება. ამის გამო ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი მიიღო 2012 წლის არჩევნებზე. თუმცა დღემდე ვხედავთ რომ ნაციონალურ მოძრაობას თავის ყარე ელექტორატი ყავს. წევრი ვინც მოასწრო და გავიდა ქვეყნიდან, გავიდა და მათი ექსტრადირება რა ვიცი ვერ შეძლო, ხელისუფლებამ ესეც მათი სისუსტია, ძალიან ბევრმა სასჯელიც მოიხადა, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ძალიან ბევრმა, ანუ ესე იგი სასჯელი თითქმის ყველამ სასჯელი მოიხადა. ასე ვთქვათ, სააკაშვილი ციხეშიზის და რაღაცა შეკრებითობის პრინციპით, რომელიც კომუნისტების დროს იყო დააბრუნეს, მაინდა-მაინც ამას ანუ სრული აბსურდერდა, ეხლა რას ვიძიებთ, იმასაც ვერ ხვდებით, რომ ესე იგი ის ადამიანები მაშინ ვინც იყვნენ და ვინც 9 წელი მოიხადა, 4 წელი მოიხადა, ისევ ციხეში უნდა დააბრუნონ და აქან ანუ ეს ხო ეხლა აბსურდის შენ ხო ჩემზე კარგად იცი რომ აბსურდის თეატრი არის და ამიტომ მაგაზე მსჯელობა ვფიქრობ ზედმეტია. ივა, ბოლოს თქვენ კითხავთ, ანუ რას უნდა ველოდოთ რეალურად არ ვიცი 26 მაისს, ხო? მე ვიტყოდი რომ აქ ეხლა კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი რომ აი ამ რიცხვში რაღაცა მოხდება, ამას გავაკეთებ, რა თქმა უნდა ეს აბსურდულია, უბრალოდ რაღაც შეიძლება უფრო რაღაც ისეთი მასშტაბური შეკრება იყოს, როდესაც რაღაცა იქ დედაენის დღე იყო, რაღაცა დღე იყო, პირობითად ვიძახი დღეს თუ რუსთაველზე გადის და 1000 კაცი კეტავს ქუჩას, შეიძლება გამოვიდეს, ვთქვათ, 20,000, შეიძლება გამოვიდეს 30,000. ეხლა ჩვენ აქ რომ მოლოდინები გავაჩინოთ, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ აქ შეიძლება უბრალოდ იყოს, არ ვიცი, 7 ივლისი და 7 ივლისს მოხდეს ისეთი რამ, რაც რადიკალურად შეცვალოს რამაც რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია საქართველოში. ამიტომ ხა ჩვენ ზედმეტად კითხვები რო დავსვათ, რომ აი 26-ში რა მოლოდინი გაქვთ, რას ამზადებთ. დღევანდელ დღეს იმაზე საუბარი რომ ჩვენ რაღაცისთვის ვემზადებით, უბრალოდ არის წარმოუდგენელი. თქვენ რატომ გეკითხებით თან აქცენტირებულად იცით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ აი თქვენს გქონდათ მოლოდინი რომ 31 მარტს როდესაც დაანონსებული იყო დიდი აქცია მოხდებოდა გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიკური განცხადების გაკეთება ოპოზიციის მხრიდან მათ შორის აი კონკრეტულად გადაჭრით ცალსახად და დაფიქსირდებოდა პრინციპული პოზიცია რომ არც ერთი ოპოზიციური კოალიცია არ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვიდრე არ დაინიშნება ახალი არჩევნები. ანუ რაღაცა ანუ მოლოდინი გქონდა, არა ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გქონდა, ეს ხო პრეზიდენტის, ანუ სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივა იყო 31-თან დაკავშირებით. ამასაც ღიად გეტყვით. იყო მსჯელობა რომ პოლიტიკური განცხადება უნდა არცერთი პოლიტიკოსი სხვათა შორის არ სალომე ზურაბიშვილის გარდა იქ არავინ არ გამოსულა. ანუ სალომე ზურაბიშვილმა აიღო თავის თავზე ინიციატივა რომ 31-ში უნდა და გაეკეთებინა და რაღაცა პოლიტიკური განცხადებით გამოსულიყო და არ ვიცი ხა რატომღაც ჩვენ მაშინ ვიცოდით რომ აქ რაღაცა ისეთი კონკრეტული შეთანხმება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ არაერთხელ მაგ პლატფორმის გარშემო რო შევკრებილ ვართ, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის წინააღმდეგობას ვიღებდით გახარიას პარტიისგან. ეხლა დღეს უკვე ხმამაღლა ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომ ანუ როდესაც იქ ანუ რა თქმა ყველაფერზე მივყვებოდით, უბრალოდ უთხრათ რომ ეხლა ჩანაწერი თუ არ იქნება რომ ცალსახად ვიმიჯნებით თვითმმართველობის არჩევნებს, იქ ნებისმიერ თემაზე საუბარი იქნება სასაცილო, იმიტომ რომ პოლიტპატიმრის მშობლები გამოდიან, ოჯახის წევრები გამოდიან და ხმამაღლა იძახენ რომ ხალხო რა არჩევნებზე ლაპარაკობ ზოგადად ბოდვაში. ხო არა ხარ იმ ადამიანების წინაშე მინიმუმ თითოეული ჩვენთაგანი ანგარიშვალდებულია და საქართველოს მოსახლეობა, იმიტომ რომ ის ბავშვები ვინც არიან და ის ადამიანები იქ საპყრობილეში ვინც არიან ჩვენი მომავლის გამო, ქვეყნის მომავლის გამო იტანჯებიან და ჩვენ ამ დროს დავждდეთ რომ სექტემბერში თვითმმართველობის არჩევნები მოდის და ამისთვის მზადება დავიწყოთ და დაკომპლექტება დავიწყოთ დღეს რაღაც კოალიციის დღეს ეს ხო აბსურდულია იმა დამერწმუნე რომ იმდენად კარგად დავლაგდებით, როდესაც რუსული ძალადობრივი რეჟიმი მოგშორდება, რომ აი თქვენც კი ვერ წარმოგიდგენთ იმდენად სწორად დავალაგებთ ყველაფერს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა გეტყვით რომ რაღაცა მე რო არ მოყვეს ჩვენი კოალიციის შიგნით საკმაოდ აქტიური
აქტიურად მუშაობთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ყავს ხელმძღვანელი მიმართულების ხელმძღვანელი, სოციალურთან დაკავშირებით, განათლებასთან დაკავშირებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს ხდება კოალიციის შიგნით მუშაობთ და თქვათ ეს არ არის რაღაცა, რომ ჩვენ რაღაცისთვის ვემზადებით. ნამდვილად არ ვემზადებით და რეგიონალურ ორგანიზაციებს ნახავდით ალბათ ბოლო პერიოდში რეგიონებში დავდივართ პოლიტიკური პარტიის ლიდერები და რეგიონებს ვამაგრებთ, იმიტომ რომ ცალსახა არის, რომ არჩევნები ჩატარდება და ჩვენ არჩევნებისთვის ვიყოთ მომზადებული საპარლამენტო არჩევნებისთვის ცალსახად ახლა დაკომპლექტებული CSKO-ს ხელში და რა თქმა უნდა არა იმ ადამიანების ხელში, ვინც ჩვენ ქვეყანას არჩევნები მოპარეს, ასე რომ ჩვენ ქვეყანას მინდა გაცილებით უფრო კარგი ეკონომიკური სტაბილური ის უსურვო, მომავალი უსურვო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ციფრებს უყურებთ და არ გვაქვს წარმოდგენილი რეალობაში რასთან შეიძლება მივიდე და როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკი 2 წუთს დაგარქმევთ სულ აქ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის გამდიდრება, იმიტომ რომ როგორც მაგალითად თებერვალში იანვრის ციფრები დაიდო და თურმე 40% ყოფილა ბრუნვა გაზრდილი 40%, სადაც ესე იგი რაღაცა 175 მილიონი პროცენტით იყო ნახატების და ქანდაკებების შემოსვლა ამან გაზარდა და რეექსპორტი იყო რაღაცა 65%-ით გაზრდილი და ნუ რაღაც ციფრები იყო რომელმაც გაზარდა, ანუ ერთი ადამიანის გამდიდრებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდა და ეს ნორმალურია? ან მარტო სამშენებლო სექტორის ზრდა მთლიანად შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ 3 წლის განმავლობაში ხედავთ, რომ ადგილობრივი სოფლის მეურნეობა იძირება და მოყვანილი პროდუქცია ვარდება და ვარდება მათი რაოდენობა და ეს ნორმალურია? აი ესე თემებზე ვილაპარაკეთ, ეს ჩემთვის ყოველსაყრელი თემა და ალბათ ამ თემებზე სხვა გადაცემის ფორმატში გადავინაცვლოთ ამ ვისაუბროთ ხოლმე აქტიურად, იმიტომ რომ პოლიტიკის ნაწილია, ეკონომიკა ცალსახად ცალკე დამდგარი ვერ იქნება. მადლობა. იმედია ოდესმე მოვიცლით, რომ პოლიტიკურ გადაცემებში დიდწილად ვისაუბროთ სწორედ აქცენტირებულად ეკონომიკურ და სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე. ირაკლი ფავლენიშვილი, ივაჭ ყურია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. რეკლამის შემდეგ პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი შემოგვიერთდება.